ამ ფილმით დავიწყებ ზუსტად მოსკოვში დაიწუნესო, იმიტომ რომ მამებს და შვილებს შორის ასეთი ურთიერთობა არ უნდა იყოსო. რატომ დაიწუნეს ეს თქვენც გითხარით და საბჭოთა კავშირი იყო. და ნუ თავისთავად ხადია გამოსვლა ქვეყნის ხელმძღვანელის იყო ხოლმე ყველასთვის ასე ვთქვათ კანონი. რატომღაც ეს არის პერიოდი 60-იანი წლების დასაწყისი არის. ხრუშჩოვი არის მაშინ. და ხრუშჩოვს რაღაც წამოწდა ხელოვნებასთან და იმასთან დაკავშირებით და შემდეგ დაიწერა ამაზე რაღაც გარკვეული განკარგულება, რომ მამების და შვილების, ასე ვთქვათ, სასიკეთო ურთიერთობები, მშობლების და ბავშვების არის ერთ-ერთი გადამწყვეტი და ამ დროს იყო სწორედ როდესაც ამ ფილმს ვაკეთებდი, სადაც საუბარი და ამბავი იყო რეზო ინანიშვილის მშვენიერი მოთხრობების მიხედვით იყო ბუნტი იყო აჯანყება ბავშვების ასე ვთქვათ ესეთი მამის მიმართ რომელიც თავის ასე ვთქვათ აზრებს და თავის პრინციპებს რაც ძალადობის პერიოდში იყო დაბადებული და თვითონ აკეთებდა იმ საქმეს რომელიც მას არ უყვარდა მაგრამ თავისთავად ცხადია ოჯახისთვის ბავშვებისთვის თვითონ თავის არსებობისთვის საჭირო იყო ეს ყველაფერი გაეკეთებინა და ამიტომ აძალებდა იმას რაც მისთვის ასე ვთქვათ ყველაზე მთავარი იყო მშობლისთვის რა იყო ეს ბუნებრივია ის ნაკლებად ასე ვთქვათ ბუნების და გარშემო მეგობრების და ასე ვთქვათ ამ გარემოში ყოფნა თუნდაც არ დადეგების დროს ბავშვებისთვის და პირიქით იმის კეთება რაც ძალიან კარგია ბუნებრივია მუსიკასთან არის დაკავშირებული გაკვეთილებთან ყველაფერთან მაგრამ ძალადობა არასოდეს არ არის კარგი ამიტომ საბოლოო ჯამში ეს ბავშვები აჯანყდნენ და ამ აჯანყებამ როგორც შედეგი გამოიღო იმიტომ რომ ფინალში ჩვენ ვხედავთ რომ სამივე ერთად мама და ორივე შვილი შედან და თევზაობენ. ლადო ფილმს რო უყურებდი ხოლმე ბავშვობაში ბატონო ვერა ძალიან მიყვარდა გულწრფელად. ის მომენტი მიყვარდა როსტი და ის თავარი გმირი. სოკოს რო იპოვიან და რო ურიელად ჭამე. და სულ ვიჯექი ხოლმე რო ვიცოდი რომ მაგ ფილმისთვის უნდა მეყურავინა დედაჩემს კარტოფილს მოვახარშიებდი ხოლმე და იმ დროს ვიწყებდი სოკოს არ მაჭვევდრე და იქ ერთი კარგი დეტალი იყო მეც მომწონდა ის დეტალი ამ სოფელში ყოფნის შედეგად ეს ქალაქელი ბიჭი იმასაც შეეჩვია